მოგესალმებით, რადგან დამინახეთ ალბათ მიხვდით რომ ქალების პოდკასტის დღე არის დღეს და ასეთი რაღაც მინდა გითხრათ, ცოტა უცნაურად უნდა დავიწყო ჩემი მისალმება. მოკლედ მე და ხატია პოდკასტს ვაკეთებთ 2000 წლიდან და ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის 5 წელია ამ საქმეს ვემსახურებთ. მაშინ ესე კი არისო პოდკასტები, ყოველი მეორე პოდკასტი კი არ აკეთებდა და ძალიან ბევრი სტუდია, ბევრი ადამიანი და მოკლედ ბევრი ლოკაცია გამოვიცვალეთ და ბოლოს ახლა აღმოჩნდით უცნაურად კარგ ხალხთან, მართლა. აქამდეც კარგ ხალხთან ვიყავით სულ, მაგრამ დღეს რაღაც უცნაურად კარგი აურის და ვაიბის მატარებელ ადამიანებში მოხვდით და ego chamber-ი არის ეგეთი სტუდია, რომელმაც შემოგთავაზა რომ აქ ყოფილიყო ქალების პოდკასტი და ჩვენ როგორც აურის დედებს ეს ამბავი ძალიან გვესიამოვნა და ძალიან მშვიდად და კარგად გვგრძნობთ თავს. იმედი მაქვს რომ ეს ეპიზოდი არაჩვეულებრივად ჩაივლის ზუსტად ისე როგორიც არის ეს სტუდია. აქვე შეგახსენებთ რომ იმისთვის რომ ჩვენმა პოდკასტმა იარსებოს მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება და დიდი მადლობა ყველას ვინც გვეხმარებით. თუმცა ასევე ჩვენი გამოწერა არის უდიდესი დახმარება ჩვენთვის. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გამომწერი გვეყოლება, დიდი გვაქვს მე შანსები რომ უფრო დიდხანს ვაცოცხლოთ ყველა ის ეპიზოდი რომელიც თქვენ და ჩვენ ძალიან მოგწონს და გვიყვარს. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს არაჩვეულებრივ სულიერ დას ხატიას, რომელსაც მივცემ საშუალებას რომ ტრადიციულად წარადგინოს სტუმარი. კარგი ნამეცადინები, რა კარგად გახსნა, გემრიელად. მოგეწონა. საღამომშვიდობის ჩემო ძვირფასო, მიხარია შენთან ერთად ყოფნა, შენთან ერთად რამის კეთება, მართლაც ძალიან დიდი მადლობა ამ სივრცეს, ამ სტუდიას და ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმარს, რომელმაც დღეს მიიღო ჩვენი მოწვევა და შევქმნით ერთად იმედი მაქვს ძალიან საინტერესო შინაარს. ჩვენ საყვარელ ქალების პოდკასტში. ვისაუბრებთ მოგშა ფეიქართან, რომელიც გახლავთ ალბათ ყველამ კარგად იცის, მაგრამ მაინც დავაკონკრეტოთ, სისტემური განლაგებების სპეციალისტი, ოსტატი და ზოგადად ძალიან ბევრ პროფილში ძალიან საინტერესოდ განვითარებული ადამიანი, რომელსაც ბევრი მხრიდან, ბევრი მეთოდოლოგიით შეუძლია ადამიანებს აპოვნინოს გზა საკუთარი თავისკენ, ან სიმშვიდისკენ, ან თუ რასაც ეძებენ ისინი. მაგრამ დღეს ძირითადად ვილაპარაკებთ სისტემურ განლაგებაზე, მითები და რეალობა სისტემური განლაგების შესახებ. საღამომშვიდობის მოგშა. დიდი მადლობა მოწვევისთვის, სოფო და ხატია. მოგესალმებით. ძალიან იმედი მაქვს, რომ საინტერესო საღამო გამოგივა, როგორც ყოველთვის გამოგდიოდა და ნახოთ, აბა საითკენ წაგვიღებს ინტუიცია და მიმართულება, ხო? დავიწყოთ მაშინ ეგეთი შეკითხვით. მართლა სულ მაინტერესებს, რატომ გახდა ესეთი პოპულარული ჩვენს კულტურაში სისტემური განლაგება, რა მოლოდინი აქვს ადამიანებს მისგან, რამ განაპირობა ეს, რას ეძებს ადამიანი ამ მეთოდოლოგიაში, ამ სტრუქტურაში, ამ სისტემაში, ამაზე მოგვეტევი. კი, რა თქმა უნდა, ბოლო წლები არის სისტემური განლაგება საკმაოდ პოპულარული გახდა ჩემი გადმოსახედიდანაც საქართველოში და თავიდან უფრო საოჯახო ოჯახური განლაგებები ერქვა, ასე ვთქვათ და მე უფრო სხვა განზომილებები შემოვიდა, მაგალითად საორგანიზაციო განხრით, ასევე სიმპტომების განხრით და ანუ ბევრი თემებია, რაც ადამიანებს აინტერესებს და მიხვდნენ, რომ საორგანიზაციო კორპორაციებშიც. კორპორაციებში, ფირმებშიც, ანუ ორგანიზაციული განლაგებებიც არის და არსებობს ასევე ბიზნეს განლაგებებს, ანუ ორგანიზაციები გარეთ. ხო, ანუ შიდა სტრუქტურები, როგორცაა team building-ი, როგორცაა leadership-ის თემა და კლიენტებთან დამოკიდებულება, გაყიდვები, ანუ ნებისმიერ რამე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ მეთოდია თუ როგორ უკეთესად გავყიდო ან როგორ უკეთესად ვიყო ლიდერი, არამედ მთლიან სისტემებს და კომპონენტებს წარმოადგენს, რასაც ფილოსოფიური ბექგრაუნდიც აქვს. ამიტომ ძალიან დიდი თემა არის. უბრალოდ რატომაც რო გადმოუხვი ახლა კითხვას აქეთ რატომაც პოპულარული გახდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს უბრალოდ გვიან შემოვიდა. ანუ ძალიან დიდი ხანი არ იყო შემოსული ჩვენ რადგან კოლექტივზე ორიენტირებული საზოგადოება ვართ, რა თქმა უნდა, ესეთი მეთოდოლოგია, რომელიც სისტემური არის, მოიცავს ბევრი ადამიანების ჩართულობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ძალიან კარგად დასინქრონდა ეს მეთოდი ჩვენს საზოგადოებასთან. ანუ ჯერ ისეთი პოპულარობა არ აქვს, როგორ ადგილსაც იმსახურებს ჩემი გადმოსახედიდან. ანუ ინსტიტუციური სახე უნდა მიეცეს ამ ყველაფერს და თავისი მიმართულებები უნდა იყოს უფრო გასაგებად. ჯერჯერობით მაინც უფრო ოჯახური კუთხით არის შემოსული. ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ გაზომვადი შედეგი არ იქნებოდა და შედეგით აღტაცებული და აღფრთოვანებული კლიენტები, გინდათ კორპორაციები და გინდათ ადამიანები, მარტო იმიტომ რომ რაღაც ესეთი კულტურა ვართ და ესეთი საზოგადოება რომ რაღაც ჯგუფური თემები გვიყვარს, მაგის გამო არ იქნებოდა ამ ხელა მოთხოვნა.
ჩემი აზრით ზუსტად ამაზე პასუხი არის ის, რომ ჩავატარეთ სასწავლო ტრეინინგები, სადაც ადამიანებმა შეისწავლა. და ეხლა უკვე მეორე წელია, მეორე ტრეინინგს ვატარებთ და აქედან გამომდინარე მეტი ადამიანი რო ინტერესდება, ვინც სწავლობს, ისინი მე ატარებენ ვორქშოპებს და ნელ-ნელა უფრო მეტ აუდიენციაზე გადის ამისი ბენეფიტი და ეს არა მარტო თქვა ჩემზეა დამოკიდებული, არამედ უკვე სხვებიც აქ ნაბიჯებს დგავენ და რა თქმა უნდა ამანაც დიდი როლი ითამაშა ამის ასე ვთქვათ წარდგენაში. ხო, მაგრამ აი მაგალითად იქნება ან უფრო მოკლე გზა არის, ან უფრო ღრმა, ან უფრო დამაჯერებელი, ანუ რატო თუნდაც ასე ვთქვათ პროფესიული სწავლებებით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა, ხო? შენ უკვე მოსწავლეები ყავს, რომლებიც თვითონაც ატარებენ სისტემურ განლაგებებს და იმათაც იმედი აქვს, რომ ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთვება, ხო, საკუთარი ინტერესის გარდა, ისე კუთხით, პროფესიული განვითარების კუთხით რო შევხედოთ. ხო და მაინც თვითონ ამ სისტემურ განლაგებაში რა არის ის მთავარი ძალა, რაც ესე ანდამატივით იზიდავს ამ ადამიანებს. ანუ გადაწყვეტა პრობლემის არის უფრო მარტივი თუ უფრო ცხადი თუ აი როგორი? ხო, რადგან ვახსენე ინტუიცია ზუსტად ეს არის ისეთი გამოუყენებელი რესურსი, რაც ჩვენ საზოგადოებაში თითქმის არ ვიცით. ამ რესურსის მოხმარება არც განათლების სისტემაში არ არის, არსად არ არის. ინტუიცია რაღაცა გულთმისნობად მიიჩნევა, ხო, ზოგადად რო თარგმნდეს, არანაირი გულთმისნობა არა, ინტუიცია არის სიცხადე და აღქმა და მგზნობელობა, ხო, და ამასთან გაცნობიერებულობაც. ესეთი კომპონენტები ჩამოაქვს ინტუიციას. და გონება ჩვენი უბრალოდ აზროვნების მექანიზმი არის უფრო რაც ინტერპრეტაციას და ვარაუდებზე აწყობილი. ანუ ინტერპრეტაციებს და ინტუიციას შორის დიდი განსხვავება. ამიტომ სისტემური განლაგება არის ინტუიციური მეთოდი და აქედან გამომდინარე უფრო ღრმა ფესვებს აჩვენებს, ღრმა ფესვები ამოაგზავნოთ, უფრო რო იტყვიან მენტალური მოდელები, რაზეც არის, რაზეც დგას ეს ყველაფერი, ანუ რაც იგულისხმება, მაგრამ არ ითქმება, ეს შრეები ამოდის ზემოთ და ეს უფრო ძლიერია. აქედან გამომდინარე, რომ ვეხებით ურთიერთობის დინამიკის ფესვებს პირდაპირ და იქ ხდება მართლა ამის დამუშავება. საკმაოდ ინტენსიურია. მაგალითისთვის ვიტყვი ერთი განლაგების სესია ისეთი ინტენსიურია, რომ ამის მთლიან იმპლემენტაციას კვლევებიდან გამომდინარე ზოგჯერ ნეირონული გადაკვეთები, სინაფსური, ანუ ახალი კავშირები დაახლოებით 2 წელი ჭირდება ამის იმპლემენტაციას. 2 წლის მანძილზე მოქმედებს ეს, რომ ნელა შენში გადმოვიდეს მთლიანად აღიქვა და თვითონ სესიის მერე დაახლოებით 60-90 დღე გჭირდება, რომ ფაქტიურად დაილექოს ის რაც სესიაზე მოხდა. ეს არ არის უბრალოდ კლასიკური ფსიქოთერაპია იმ კუთხით და არ არის მარტო ფსიქოლოგია და მარტო თერაპია, ანუ აქედანაც უნდა გაიმიჯნოს, არ გვეგონოს, რომ სისტემური განლაგება არის თერაპიული მეთოდი. ეს არის მეთოდი, რომელიც მიუდგება როგორც თერაპიას, ასევე განათლების სისტემას, ასევე ორგანიზაციას, ანუ რაც სისტემური არის ყველაფერს, აქედან გამომდინარე სულ სხვა დამოკიდებულება უნდა ქონდეს სწორედ რო აღვიქვათ ეს საკითხი, ანუ უნდა უყუროთ ვიწრო კუთხით, აი როგორც დღეს იტყვი რაღაცაზე კომპიუტერი იცი, ხო ვერ იტყვი, იმიტომ რომ იმხელა სფეროა, იმხელა თემაა, რომ რა ვიცი, software, hardware, middleware 1000 რამე არსებობს. ესევეა ესეც. მე ამას ვიტყოდი, რომ ანუ ძალიან განსხვავებულია კლასიკური მეთოდებისგან, უფრო არის ჰუმანისტური დარგის ფსიქოლოგიური და ასე ვთქვათ, არა მარტო ფსიქოლოგიური მეთოდოლოგია, დამხმარე მეთოდოლოგია და ეს განაპირობებს იმას, რომ ანუ აი როგორც მენტალური მოდელები რაც წეგან ვახსენე, ამის ეფექტურობა და ამისი დამოუკიდებლობა ერთად არის. ანუ დამოუკიდებელი ხარ, როდესაც ამის მერე უკვე ცხადად ხედავ რაღაცას. არ ხტის ამ მეთოდზე დამოუკიდებულს. გავიგე, იცი რა მითხარი, ანუ ხშირად ჩვენი გადაცემები რო იყო ხოლმე, ბევრს დაუსვამ შემთთვის კითხვა, რომ აი ბევრისთვის მოკლედ ეს სისტემური განლაგება აღიქმება ცოტა უფრო მისტიურ, რაღაცნაირი დუმალ პროცესად და უკითხავთ, რომ მეც როცა დავაპრაქტიკე და როცა ვიყავი ჯგუფურზე, შენთან მაშინაც სულ ეგეთი კითხვები იყო, რომ ხო, აი როგორია, რა არის მისტიკა და მოკლედ რატო გაჩნდა ეს წარმოდგენა თვითონ პროცესიდან გამოიტანა ვინმე ამ ტიპის უკავშირი მონაწილემ თუ აი რა არის ეგ? კი, აქვს თავისებური ესეთი მისტიური მხარეც, რომელიც არ მინდა მე რომ გადავიდეს რაღაცა შამანიზმში ან მისტიკაში, მაინც რომ ჩამოვიტანოთ, აი მიწიერად რომ შევხედოთ, ამის ახსნა ხდება მორფოგენეტიკური ველით, რომელსაც უფრო რუპელ შელდრეკი არის ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს ხოლმე ბიოლოგი და ანუ მან ასე ვთქვათ პოპულარიზაცია გაუკეთა ამ თემას, გარკვეული მეხსიერების ველები. ანუ მეხსიერება ისეთი რაღაცა, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის დღეს, ეს არ არის რაღაცა ბოჭკოები ან რაღაცა ტვინში, რაღაცა მიმდინარე პროცესები, უფრო ძალიან მარტივი ახსნა, ესეთი უფრო ღრმა ფენომენია და ზუსტად აი მეხსიერება არის მაგალითად ადამიანში და სისტემური განლაგების დროს ეს მეხსიერება თითქოს გამოდის გარეთ
სცენაზე და ამ მეხსიერებაში შედის სხვა ადამიანი, რომელიც რეპრეზენტატორია და იმ ადამიანს, რადგან ჩვენ ყველა სარკისებრი ნეირონები გვაქვს, აქვს ამისი ანტენები. ასე თქო და აღვიქვავთ თანაგანცდა, მაგალითად სარკისებრი ნეირონი, რო ახსნა თანაგანცდა რა არის, რაღაცა რო თქვი, მეც ხო გზნობ ამას, იმიტომ რომ სარკისებრი ნეირონებმა ამის საშუალებას მაძლევენ და სისტემურ განლაგებაში ზუსტად რეპრეზენტატორს ეს სარკისებრი ნეირონებიც უაქტიურდება და არა მარტო ეს უბრალოდ მიმღები არის იმ ინფორმაციის, რა ინფორმაციას თქვათ იმ მუხტში არის, შეიძლება ეს ინფორმაცია იმ ადამიანმაც კი არ იცოდეს. ანუ უფრო ღრმად ჩადის, ანუ იმიტომ არის თვითონ მისტიური, შეიძლება ადამიანმა თვითონ არ იცოდეს ინფორმაცია ამოვიდეს, მერე გადაამოწმოს და დასტურდებოდეს რომ ეს ესე არის. მაგრამ უფრო კიდე აქეთ რო ჩამოვიდეთ, ძირითადად რაც ხდება ეს მეხსიერების ველი რო ახსენე და რო შედის ადამიანი, ეს ძალიან ძნელია რომ ჩასვა რაღაც კატეგორიაში, მეცნიერულ კატეგორიაში, თუმცა ეს შეგრძნებადია ყველა გზნოს ამან, ყველა მისით გადამოწმება შეიძლება, ხო? ანუ რაღაცის ვიღაცის როლს რო ასრულებ შეიძლება, მაგალითად ბაბუის როლს ასრულებდი აქ. ამასაც ახსნე როლის თამაში სხვა არის, როგორც ფსიქოდრამაში და როლში შესვლა სხვა არის. შეიძლება რაღაცა კოჭლობა დაგეწყოს, ან თვალი აქტივდეს, ან რაღაც ზუსტად ის სიმპტომები ახასიათებდა იმ ადამიანს. ეს უამრავი მაგალითია ამისი. კი მე ჩემ თავზე გამოვცადე ეს და ჩემთვის როგორც ასე ვთქვათ ერთ-ერთი მონაწილისთვის მე თემა არ მქონია მაშინ გამოტანილი, მაგრამ ის პროცესი ჯგუფური თერაპიის ძალიან სასარგებლო და ის მაკურნებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თემით არ გამოსულა რა და ალბათ ვისაც თავის თემა გამოაქვს, იმათი მოსაზრება კიდე უფრო მეტ მისტიკასთან არის კავშირში და უფრო ფიქრობენ, რომ რაღაცა უცნაური ხდება, იმიტომ რომ მეც რეალურად ნამდვილად ჩემი თავი არ ვიყავი. სესიის შემდეგაც, აი 90 დღე რო ახსენე, ხა ესე დათვლილი არ მაქვს რა კარგი, დიდი ხანი მაინც რაღაცა სხვა პროცესებში კი. და თვითონ როცა რეპრეზენტატორი იყავი, ასე თქვათ მედიატორი იყავი, მაშინაც ხო ძალიან უცნაური იყო, თითქოს ის შენი ინტელექტიდან არ მოდიოდა. არ მოდიოდა, არც მე ვიყავი, მე თვითონ არც ინტელექტი, არც ის რო აი სადღაც ფიქრი რო გაგირბის, რო ეხა ეს თუ არის ჩემი ტვინის რაღაცა პატარა ხაფანგი და აი ჩემი გონება ხო არ მატყუებს რაღაცას, მაგრამ ფიზიკურად მე მახსოვს მაშინ შენც მეკაჩებოდი კარგად რაღაც ისეთი სცენა იყო, ხა იმის ახსნას აზრი არ აქვს, მაგრამ ჩემთვის იმ წუთას ფიზიკურად განძრევა შეუძლებელი იყო იმ როლიდან, იმიტომ რომ აი მართლა გაქვავებული ვიყავი და სხვა დროს ცხოვრებაში არასდროს მსგავსი შეგრძნება არ მქონია და ანუ არც მეცნო ეგ თემა რა, შესაბამისად არ ვიყავი არც მე. ხო და მოკლედ ეს ძალიან საინტერესო იყო და ხრო გამახსენდა რაღაცნაირად გამიხარდა ეგ გამოცდილება. კი, ბევრი ახსნა გამას, ანუ ჩემი კოლეგა და მეგობარი შტეფანი ჰარტუნგი გერმანელი, რომელთანაც ერთად ტრეინინგის ჩავატარეთ, მას აქვს ეგეთი წიგნი, ქართულად უკვე ნათარგმნია, უბრალოდ ჯერ არის გამოცემული 14 თეზისი რატო ფუნქციონირებს განლაგებები. კვანტური მექანიკიდან კი ბატონო, შეიძლება ხო და გითხარი რამდენიმე თეზისი რატო ფუნქციონირებს განლაგებები ძალიან მაგარი. ერთ-ერთი თეზისი ეს რაც თქვით მე მორფოგენეტიკული ველები არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ეძახიან ბერტელინგერის ამას ეძახდა მცოდნე ველს, ანუ იხსნება მეხსიერების ველით და ეს იხსნება ამის უკან დგას ფილოსოფია, რომელიც არის ფენომენოლოგიური. ფენომენოლოგიური ნიშნავს რაღაცა დიდია, ჩვენი დიდის რაღაც პატარა ნაწილები ვარ, ძალიან მარტივად რო თქვა, ხო, ფილოსოფია, შოპენჰაუერი და ასე შემდეგ. არსებობს მერე კანტი და დეკარტი, რომლებიც უფრო კონსტრუქტივისტები არიან, კონსტრუქტიულად ხსნიან ამას და ამის მიმდევრები არიან სისტემურ განლაგებაში მატიას ვარგა მაგალითად, რომლებიც იძახიან, რომ არის ჩვენში სტრუქტურები, როგორც ჩვენში, ასევე ჩემში და ეს სტრუქტურა აქტიურდება მერე. თქვათ მე ვარ რაღაცა ისეთ როლში სიტყვაზე ვიძახიან რა ვიცი, ან ჰიტლერის როლში, ხო, ძალიან ექსტრემალური მაგალითი რომ მოვიყვანო. ჰიტლერის როლში თუ არ ამ დროს ჩემშიც ხო არის ეს ნაწილი, რაღაც დიქტატორული ნაწილი, ხო, რომელსაც მე რა თქმა უნდა გუნავან ვაკონტროლებ, ან არ არის ეს გააქტიურებული, როგორც იმ ჰიტლერში იყო. ამას გზნობ შიგნიდან როგორი არის ის მდგომარეობა. კი, ხო და მე ზუსტად ეგრე ვიყავი. ზუსტად ეს არის კონსტრუქტივისტული ახსნა, თითქოს მარტო მაგითი შემოიფარგლება. მაგრამ ჩემი მაგალითებიდან ეს იქნება ძალიან ცალმხრივი ახსნა, რომ მარტო სტრუქტურები ემთხვევა ერთმანეთს შემოიფარგლება, იმიტომ რომ ესეთ ინფორმაცია შემოდის ხომ რომ ის ცოდნა შეუძლებელია წინასწარ. ხო, აი ანუ ამიტომ უფრო ფენომენოლოგიურად ხსნი, თუმცა ორივე მხრიდან მესმის, რომ კონსტრუქტივისტული მიდგომა უფრო ხსნის რაღაცა ნებისმიერ კონსტრუქცს, რომ ნებისმიერი ანუ რაღაცა ფორმატი, რომელიც ფილოსოფიური ინფორმატით შეგვიძლია განლაგების გაკეთება. ანუ ჩვენ არ გვჭირდება რაღაც ინტუიციას გავყვეთ, რაღაც მოცემულ ფორმატით ვაგრძელებთ, უკვე დამხმარე იარაღისავით არის. ორივე ფუნქციონირებს, ანუ შედეგზე ორივეს გაყავხარ ეს ორი ახსნა მაგალითისთვის. ესეთი შეკითხვა მაქვს, აი შენ თქვი რომ ახსენე რომ ინტუიციური პროცესი არის, ხო? მაგრამ ამასთანავე თქვი რომ ეს არის ძალიან დინამიური და ცოცხალი სისტემა და რაღაცა თქვათ ესეთი არის და მთელი ცხოვრება ესე იმუშავებს, ეგეთი მიდგომა აქ არ არის. ეხლა მეცნიერული კვლევები რას ამობენ იგივე ამ მეთოდზე და ასევე თუ შეიძლება ამ შეკითხვის ქვეშ შეკითხვა იქნება, ახსენე რომ ეს არ არის თერაპიული მეთოდი.
ესევე ერთი სიტყვის თუ შეიძლება ითქვას რატომ მოქმედებს მაშინ მაკურნებლად თუ შეიძლება არ ემსახურება თერაპიას, მაგრამ რა ამოცანა იხსნება, რომლის გამოც ადამიანები სინამდვილეში განთავისუფლებულად და არ ვიცი თვალგახელილობა მესმის. პრინციპში მივხვდი რომ თვალგახელილობა ან რაღაცის დანახვა იწვევს მაკურნებელ ამბავს ალბათ, მაგრამ შენ უფრო კარგად აგვიხსნი. ხო, ანუ მეცნიერულად რო თქვა, მან ძალიან ბევრი შეიძლება მაგაზე საუბარი. იმიტომ რომ არსებობს ფსიქოთერაპიული მიდგომები, რომლებიც გერმანიაში მაგალითად აი გეშტალტი აღიარებულია რაღაც იაპეს მიერ და იმიტომ რომ ავსტრიაში მაგალითად უფრო გახსნილები არიან თუ თავად სისტემური განლაგების მიმართაც, მაგრამ სისტემური განლაგება რადგან გერმანულია, არა და გერმანელები არ არიან ღიები, ესეთები, ისინი უფრო სკეპტიკურად უყურებენ, ამიტომ ამას არ აღიარებენ ბოლომდე, ანუ კვლევები კი არის, მაგრამ კერძო კომპანიები ატარებენ ამ კვლევებს ჯერჯერობით. Ну ისეთი სტადია, როგორც ადრე იყო, რომ ფსიქოთერაპია საერთოდ არ იყო მიღებული, მერე ნელ-ნელა მიიღეს, მერე გეშტალტ თერაპია მიიღეს, მერე რაღაც კოგნიტური თერაპიები, ან ეტაპებია, როცა ვითარდება, ან თავისი კრიტერიუმები აქვს ამას. მე ესე ვიტყოდი, სხვანაირად ავხსნიდი, ხა ემპირიული კვლევებიც არის მაგაზე, ორგანიზაციები, როგორც არის Bosch-მა ჩაატარა ორგანიზაციული განლაგებების ემპირიული კვლევები, რამდენიმე ათასი ადამიანები იყვნენ ჩართულები, უდიდესი კვლევა იყო და ყველა ეს ჩართული ადამიანი ერთი და იგივე სიძახდა როლში. ანუ იმისი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მტკიცებულებაა, რომ ეს არ არის ინტერპრეტაცია, არამედ ეს რაღაც აღქმითი ფენომენი და ამ როლში ფასილიტატორიც კი ხმას არ იღებდა, რომ იმის გავლენა არ ყოფილიყო, ანუ უბრალოდ წაკითხვით და დაწერით ხდებოდა ყველაფერი, ხო? ამის ვიდეო მასალა ჩემს YouTube-ის გვერდზე დევს, რომელსაც ემპირიული კვლევები ნათარგმნია და რომელსაც შეუძლია ნებისმიერ შეუძლია მის ნახვა სუთიანი დოკუმენტაცია. იგივე დოკუმენტაცია ჩინეთში ჩატარდა, სადაც იგივე შედეგზე გავიდნენ, ანუ ტრანსკულტურული არის მეთოდი, არ არის რაღაც გერმანული კულტურიდან გამომდინარე. მეცნიერება არის ესეთი რაღაც, რომელიც იძახის არსებობს ჭეშმარიტება და ჩვენ ეს შეგვიძლია ავხსნათ. ეს ერთი მიდგომაა, შეიძლება მეორე მიდგომა ავიღოთ. არსებობს ჭეშმარიტება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ავხსნით. ლეგიტიმური ეს მიდგომას. აქ მეცნიერება არ არის ნაგულისხმები. მიდგომას. მესამე მიდგომა არ არსებობს ჭეშმარიტება და ვერ ავხსნით. სამივე მიდგომა ლეგიტიმურია, რა ვიცით ახლა რომელია აქ სწორი. მეცნიერება მხოლოდ ერთ კვადრატში მოღვაწეობს. არის ჭეშმარიტება და ამას ავხსნით, ხო? ამიტომ ამ კვადრატიდან თუ შევხედავთ, ხო რა პროგრესიც ის არის, მაგრამ შეიძლება არც ვიცით არის რო ჭეშმარიტება. და ავხსნით, ან შეიძლება არის, მაგრამ ვერ ავხსნით, ხო? ანუ ყველანაირი კუთხით შეიძლება მივუდგეთ და მეცნიერება არის ერთ-ერთი მხარე, უბრალოდ ერთ-ერთი არგუმენტი იმის ჭეშმარიტებას და მიდგომაში, ხო? ამიტომ უფრო დიდი არის ცხოვრება, უნდა ფილოსოფიურად შევხედოთ, ვიდრე მარტო მეცნიერება შეიძლება ამას ხსნიდეს, ხო? მოგიშა შენ ეგეთი რაღაც თქვი, რომ ადრე არ იყო ასეთი პოპულარული, ნებისმიერი მეთოდი არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნებოდა განლაგება თუ ახლა გეშტალტიც ახსენე და დღეს უფრო პოპულარული ხდება და მე ზუსტად ვიცი, რომ ხვალ კიდე უფრო მეტად პოპულარული გახდება ეს ყველაფერი და აი იმის საფრთხეს ან რისკს ხედავ სადმე, რომ ცოტა მაგალითად განლაგების სისტემა იქცეს ფსიქოლოგიური манипуляციის სივრცეთ. აი რაღაც ეგეთი. გასაგებია შეიძლება კონკრეტულად შენთვის ეს შეკითხვა ისეთი იყოს, იმიტომ რომ შენ თვითონ აკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ შენი წარმოდგენა ამაზე როგორია? ხო, მაგრამ ძალიან სწორი შეკითხვა არის. ხო, შეიძლება რეპრეზენტატორებმა თავისი რაღაც იმპროვიზაციაში და ინტერპრეტაციებში გადააჭარბონ და როგორ არ შეიძლება. უბრალოდ ეს ჩემი აზრია, ეხლა გისმენთ. თვითონ მეთოდი იმდენად მოითხოვს კარგ სპეციალისტს, რომ ძალიან, იმიტომ რომ სპეციალისტი არ უნდა იყოს უბრალოდ ნასწავლი, შეიძლება რაღაც თერაპიაში იყოს ვიღაცა ნასწავლი და ეს საკმარისი იყოს აქ მოგეთხოვება საკუთარ თავზე მუშაობა, ანუ აღქმა უნდა კონდეს, რეზონანსში უნდა შეგეძლოს კლიენტთან შესვლა. თუ რეზონანსში ვერ შედიხარ საკუთარ თავთან, კლიენტანაც ვერ შეხვალ, ანუ ზნობელობა უნდა კონდეს, ხო? რაც შეეხება იმას, რომ ინტერპრეტაციას აკეთებს რეპრეზენტატორი თუ რას აკეთებს, ხო, ეს ისეთი თემა არის, რომ ძალიან კარგად შეიძლება ამის გადამოწმება. ეს გადამოწმებადი არის რა, ანუ მას ყველაფერი მაშინ mind games ხდება, მას არანაირი ძალა არ აქვს. ანუ ძალა არ აქვს ამას, ანუ განლაგება არ არის ფსიქოდრამა, რომ სცენა დავდგათ, ან რაღაც ასე ვთქვათ, ვიაროთ აქეთ-იქით და რაღაცა ამ სცენიდან რაღაცა გამოვიტანოთ. თუ ესეთ რაღაცებს ხალხი გააკეთებს, რა თქმა უნდა, ამას ვერ გააკონტროლებს ვერან, მაგრამ ეს არ იქნება სისტემური განლაგება, ამას არ იქნება არანაირი შედეგი. ანუ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა გულწრფელობას აღქმას და იმასთან დარჩენას, რაც ახლა მომენტში რეალურად ხდება. და ამის დაზღვევა არის ამის დაზღვევა არის ფასილიტაცია, ამიტომაც ვატარებთ საერთაშორისო დონის ტრეინინგებს საქართველოში. ჯერჯერობით საბაზისო ტრეინინგებია ჩატარებული, ეს ნიშნავს საბაზისოს, მაგრამ ინტენსიურს.
ამის შემდეგ გვექნება კიდე საბაზისო ეხლა ამ წელს და ამის შემდეგ გვექნება პროფესიონალური, სადაც უკვე ფასილიტაციაზე იქნება აქცენტი, ანუ ვინც იმას გაივლის, მას უკვე შეიძლება სწავლებების გაკეთებაც, არა მარტო ვორქშოპების ჩატარება. დანარჩენი ადამიანები, ვინც ამასთან არ იკვეთებიან და რაღაც სიტყვაზე ჩემთან ვორქშოპი გაიარეს და დაიწყებენ სისტემური განლაგების ვორქშოპების ჩატარებას, ჩემთან მათ არ ექნებათ არანაირი ბმა. ანუ ეს ადამიანები თვითონ უნდა გადაწყვეტონ ვისთან მივლენ, მაგრამ ჩემ ასოციაციასთან არ ექნებიან ასოცირებულები. აი ეს მაქსიმუმ მე რაც შემიძლია გავაკეთო. სხვათა შორის აი სოფოს შეკითხვა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ისო რაღაცა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, გამახსენდა რომ ვიდრე მეც ამირჩევდნენ როგორც რეპრეზენტატორს, ანუ რამოდენიმეჯერ მქონდა ეჭვი რომ რაღაცას ამეტევენ, ანუ ეს მომენტი მე თქვა იქ როგორ აწესრიგებ ამ სიტუაციას, რომ აი არ მოხდეს რაღაცა საკუთარი თავის რეალიზება სხვადასხვა კუთხით, ხო და მართლა მოხდეს როგორ თქვა, ანუ წმინდა წყლის მედიაცია იმ თემასა და იმ ადამიანებს შორის, ვინც აგირჩია რეპრეზენტატორად, მაგ საკითხს შენ წყვეტავ და შენ ალაგებ რა. და ეგ ახსენე ბევრჯერ, რომ ანუ სპეციალიზაცია დამოკიდებული, ანუ პროფესიონალიზმი მესმის, რომ აგვარებს მაგ საკითხს, ჭრის მაგ პრობლემას, მაგრამ თვითონ მონაწილეებში რამ შეიძლება დაამოტივიროს მაგალითად აი ეს გადაჭარბება, ანუ თქვათ ის რომ სიტუაცია იქცეს ფსიქოლოგიური манипуляციის სივრცეთ, ხო? ანუ აი რატო შეიძლება და თუ გქონია ბევრი შემთხვევები, თუ ხშირად ჩდება ეს სურვილი, რომ იქ რაღაც საკუთარი იმპროვიზაციით წაიყვანონ თემები. ძალიან იშვიათია ეგეთი რამე თუ ხდება, მაშინ იმ რეპრეზენტატორს ცვლი. იმიტომ რომ იმას აქვს ამბიცია. ანუ შეიძლება მას ტრიგერი ქონდეს და ამ ტრიგერთან ზუსტად მაგ როლში ეს ტრიგერი წამოუტივტივდა და ამიტომაც იქცევა ეს, ანუ მისი პირადი თემა არის და შეეხო და ამ თემასთან თავისი როლი ჩაერთო და არა ის მართლა იქ რაც ხდება, ამიტომ ეს რეპრეზენტატორს გამოწევ და შეიყვან რომელიმე ახალს, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, შეიძლება მე პირადი ის არ უნდა ქონდეს, მე არ მომწონს რაღაცა და ამიტომ არ უნდა გავწევ, ამიტომ აქვს მნიშვნელობა იმას რომ ფასილიტატორი იყოს ძალიან ობიექტური ამ სიტუაციაში. იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ მაგ შემთხვევაში ხდება, ანუ რეპრეზენტატორს ეტყვი, რომ შენ აქ ამბიცია გაქვს, ეს არ არის ის, რაც აქ როლის თამაში არ უნდა ხდებოდეს, უნდა ხდებოდეს უბრალოდ გადმოცემა ამისი. მაგრამ ზოგჯერ სისტემურია, ანუ ზოგჯერ ამ სისტემაში თვითონ ეს როლი არის ისეთი, რომ იქ ესეთი რაღაცა უნდა გააკეთოს. ამიტომ ვიძახი, რომ ძალიან რთულია, ძალიან ინდივიდუალურია და ძალიან კარგი ცოდნა უნდა ამის გაკეთებას, არ გაკეთებას. და რა თქმა უნდა ხდება, მაგრამ ანუ როგორც იზახიან, ძირითადად ანუ შეიძლება რაღაცა 10 განლაგებიდან 1-ში შეიძლება მოხდეს ეგეთი რაღაც. ან 2-ში მაქსიმუმ. ანუ ძალიან იშვიათია, თუმცა არ არის გამონაკლისი, რომ ინტერპრეტაცია ჩართოს ადამიანს. მით უმეტეს თუ არ აქვს ეს საკუთარ თავის ნამუშევარი, თუ არ აქვს გამოცდილება, რაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ადამიანს, მით უფრო ადვილი ხდება მისთვის, გასაგები ხდება ეს თემები ზოგადად. თუ არა გამოცდილება, შეიძლება ეგონოს, რომ აქ მე რაღაცა უნდა ვითამაშო, მოთხოვოს თავის თავს და დაიწყოს კონტროლი, ან დაიწყოს, ასე ვთქვათ, გონებრივი რაღაცები. თითქმის იშვიათი არის და იქვე ხდება, ყველა ხდება ამას, ანუ ჩვენ ყველას გვაქვს ამისი აღქმის უნარი, ყველა ვხედავთ ამას. ესე არ არის, რომ გზივარ და ვიღაც რაღაც აკეთებს, ჩვენ დავიჯერებთ ამას, ანუ შევჭამთ გადაყოლება, ანუ ყველა გზნობს. ეგრევე იგზნობა, აქ თუ რაღაცა არ არის გულწრფელი და აუთენტური. კი, მე როცა ვიყავი შენთან, მაშინ მქონდა ეგეთი შემთხვევა, სხვა შორის არ ვიცნობდით მე და შენ კარგად ერთმანეთს და ცოტა ნდობა, კი, რა თქმა უნდა, ინტერესი იყო უფრო, არ იყო ნდობა და ფიქრობდი, რომ აი ხარ ასიზამს და მე პირველივე ესე кейსის შემდეგ მივხვდი, რომ ხო, შენ იყავი ისეთი ადამიანი, ვისაც შემიძლია 100%-ით ვენდო და აი ამ ნაწილში ჩემი სხეული მივანდო. რატო იცი? მე ეგეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სხეულებრივ დონეზე. და აი რაღაცა ფიზიკურად ტკივილი იყო თუ რაღაცნაირი რაღაცის შეგრძნება ყველაფერი იყო სხეულთან დაკავშირებული და მან ეგეთი რაღაცა მინდა კითხო რომ თუ არის ჩემი სხეული განლაგების დროს ინსტრუმენტი აი მრუხველთან სამუშაოდ რა მოკლედ როგორი ინსტრუმენტია ჩემი სხეული განლაგების დროს თუნდაც შენ როგორ იყენებ ან ფასილიტატორი როგორ იყენებს იმიტომ რომ მე ყველაფერს ფიზიკურად გრძნობდი მაშინა შეიძლება ყველა ესეა ვინც რეპრეზენტატორის როლში არის რა. არა მარტო სხეული, ემოციები, გონება, ანუ ყველაფერი ჩართულია. მთლიანად მთელი შენი არსება არის ჩართული და გონება შედის ან გარკვეულ light trance-ში. ანუ light trance ნიშნავს იმას, რომ შენ იქ საღათ აზროვნებ, ყველაფერს ხედავ, ყველაფერს აღიქმავ, მაგრამ ფოკუსი გაქვს აი ამ
ასე ვთქვათ, აი ამ შინაგან მდგომარეობაზე. ანუ გადმოცემ ის, რაც შენში ხდება, ანუ გადმომცემი ხდება ის, რაც ხდება შენში. და უცნაური რაღაცები შეიძლება ხდებოდეს, ხო? ზუსტად ეგაა და სხეული არის, ანუ გამტარი ამ შემთხვევაში, ამ უცნაური აღქმების ხშირ შემთხვევაში, უცნაური იმ გაგებით, რომ რაიმე ესეთი არ ხდება, რაც შენ წინააღმდეგ მიდის, მაგრამ შენ უფრო მეტად გზნობელობა გემატება, აღიქვა სხვის როლსაც. და შენი შეიძლება кейსიც არ იყოს, შეიძლება ვიღაცის როლში რაღაცას ასრულებდე და კიდევ უფრო ადვილია, რომ უფრო გამტარი იყო, იმიტომ რომ შენი ეგოც კი არაა ჩართული, რომ ეხლა შენ ამ როლის შესახებ რაღაცა იცი და ის ინფორმაცია საერთოდ აფერი არ იცი, უბრალოდ დგები იმ როლში და ზუსტად ისეთი მედიუმი ხტები, სხეული ხტება, გეხმარება ამ შემთხვევაში და იქიდან გამომდინარე ეს ყველაფერი რაში ეხმარება ადამიანს, იმიტომ კი რაღაც ინფორმაციები მივიღოთ და გამოვიყენოთ რაღაცები, ეს იმდენად ირელევანტურია. რელევანტური რაც არის ის არის, რომ ყველა ხდებით უფრო მეტად გზნობიარეები. უფრო მეტი ემპათია ჩდება ადამიანებს შორის, უფრო მეტი გაგება ჩდება, უფრო მეტი სხვის მხრიდან დანახვა ჩდება. აი ამას ემსახურება ეს ყველაფერი. უფრო ჰოლისტიურად შევხედოთ სიტუაციას, რომელიც მე ყოველდღიურობაში რეალურ ცხოვრებაში გადაგვაქვს და იმ რეალურ ცხოვრებაში ვიწყებთ ესე ხედვას. აუ კაი, იკითხე და მე დავსვა რაღაც. იყოს ახლა იკითხე და მე ვიკითხე. არ მაპატიებენ მაყურებლები დარწმუნებული, იმიტომ რომ ბევრჯერ მკითხა, ძალიან ბევრი. შენი პირადი გამოცდილებით გვითხარი, მე მეკითხებიან ხოლმე და მე არ ვიცი, რომელი ალბათ იტყვი ორივეს, მაგრამ მაინც უფრო რეკომენდირებული არის ჯგუფური თუ ინდივიდუალური. იმიტომ რომ ვიღაცებმა მე ეგეთი უკავშირი გამიზიარეს, რომ ვიყავი ინდივიდუალურზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის ჯგუფური ჯობდა. ხო და მანდ არის მაინც განსხვავება, იმიტომ რომ იმ ჯგუფს სხვა ველი აქვს, სხვა ენერგეტიკა ტრიალებს და აი მანდ რა თუ მაინც ინდივიდუალურია და кейს გააჩნია. ინდივიდუალურიც არის და ახლა ჩემი მხრიდან ამას ისეა დავამატებდი, ესე ახსნიდი, რომ ინდივიდუალური როგორც ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური სეანსი, სესია და თუათ ამას განლაგებით ვატარებ, განსხვავება ესა, რომ აქ თითქმის კვილის ამოღებას უდრის. ანუ ინდივიდუალური სესია, როგორც კვილის ექიმი იღლება, ასევე იღლება პაციენტის, მაგრამ ჭიანი კბილი ამოსაღებია, ხო? ანუ ინტენსიურია, საკმაოდ დამღლელი არის განლაგების პროცესი. თან ერთ-ერთზე როცა ხარ, გინდა მოგშა იყოს და გინდა ბერთელი, ვინც არ უნდა იყოს, ერთი ადამიანი რო არის, შენ რეზისტენცია მეტი გაქვს. გინდა არ გინდა. ამიტომ უფრო მეტად ეწინააღმდეგები. უფრო მეტი რეზისტენცია. ჯგუფში ეს იბლარება, იმიტომ რომ ჯგუფი არის, ასე ვთქვათ, საპორტი, რო იტყვიან, ხარდაჭერა არის. და ჯგუფში გზნობ ამ ავტონტურობას, ამ ხარდაჭერას და იქ უკვე ყველა რო გზნობს რაღაცა, შენთვის უფრო გასაგები ხდება, ვიდრე ვთქვათ, ერთი როცა არის, ერთი ეს ანუ დინამიკა სულ სხვა არის. და ჯგუფის მნიშვნელობა იმაში კი არაა, ჯგუფი და ხალხი ვარ და უფრო კიდე სხვანაირად რო შეყო, ჯგუფი არის დედა. ანუ ზრუნავს შენზე და ერთმანეთს ვეხმარებით ყველა. ეგრე ხდება. ანუ ფაქტიურად იქ უფრო მეტ სიღრმეებში ჩადიხარ, უბრალოდ ჩვენთან ცოტათი წარმოდგენა საქართველოს ამ ჯგუფზე და იმაზე ისეთი, რომ ისედაც კოლექტივისტური თუ კოლექტიური საზოგადოება ვართ, ანუ ყველა ჩემ ცხოვრებას ჩარეულია და ძმა, დედა, მამა, მეგობარი, კოლეგა, რავი, ყველა უცხოები, ყველანი და ეხლა კიდე ჩემი თემები მინდა ერთ-ერთზე გავიტანო ფსიქოთერაპევტთან ან ასე ვთქვათ, იქ მაინც ვიყო მარტო. რაც სრულიად განსხვავდება გერმანიაში, იქ იმდენად აქვს სივრცე მარტო, იმდენად იზოლირებულები არიან, ურჩევნია სადმე დაიჩივლოს, ან სადმე ჩაერთოს, რაღაც პროცესში გაუგონ, გააზიანონ, ანუ განსხვავება არის. თუმცა როცა ჯგუფურზე მოდიან, ხვდები, ანუ აქ ეგეთი სივრცე არ არის. აქ ყველა შენერია მოსული და ფარხმალი თუ ეს ეგოები თუ სტატუსები ყველას გარეთ აქ დატოვებული. და ეს დიდ ნდობას იწვევს, მე რაღაც გარკვეულ შეიძლება წუთების მერე მიხვდე, რომ უკვე სხვა სიტუაციაში ხარ, სადაც შეიძლება შენი თავი იყო, გააქვს უფლება რომ შენი თავი იყო და ეს ძალიან დიდ, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ამის დაცულობა. და ამას ხვდები, რომ აქ შემიძლია მე ვენდო ასე სანდო ადამიანები არიან და უფრო შემიძლია მოვდო და გამოვიტანო ეს ჩემი кейსი თუნდაც და რეპრეზენტატორები იქნება, რომელიც წარმოადგენენ ამ кейსს და ძალიან უღრმესი არის ქართული სიტყვა, თუ ძალიან ღრმა პროცესი ხდება და ძალიან დიდი ბენეფიტი მიგაქვს. თუმცა ეს და ვიტყოდი საქართველოში ზოგადად ხო, რაც ახლა შემოსული არის სპირიტუალიზმი, ან თუნდაც მედიტაციები, ან თერაპიები, მაინც არის უვნებლად შემოსული. ანუ უვნებელი არის რა. იმ გაგებითა უნებელია ტრავმათერაპია, ანუ სხეულზე ორიენტირებული თერაპია, სისტემური განლაგებები გაჯანჯღარებს. და sound healing-ი სიტყვაზე ვიძახი, ან არქეტიპები, ან ენეაგრამას არ გაჯანჯღარებს, არც ტაიჩი. ანუ აქ თითქოს რაღაცნაირად ის გაქვს რა, რისკი არ არის. რაღაცა გემატება თუ შენ გინდა, რამდენიც გინდა, იმდენ ჩაგემატება. და აქ შეიძლება პროცესს არ აკონტროლებ, ვერ გააკონტროლებ ტრავმათერაპიას. ანუ პირიქით უნდა დაუშვა, მეტი უნდა ამოვიდეს, უფრო სიღრმეში მიდიხარ, ანუ ჩვენ შრეები ხო გვაქვს, კოგნიტური შრე არის, მის შიგნითა შრე არის,
ჯავშნიშრი, ანუ ჩემი პერსონა, რაზე ვდგავა, როგორც გავაცანი ხალხს თავი, შეიძლება people pleaser ვიყო, შეიძლება რა ვიცი, აგრესორი ვიყო, ან რაღაცა ვიყო, ამის შიგნითაა ტრამვა ის ორიგინალი, რაზეც მე ვარ, რაც მე ჩემ თავთან ვარ. რაც შეიძლება საერთოდ ჩემ თავსაც უმალავდე და აი ამის შიგნითაა ჩემი დაფარული რესურსები. ანუ ყველაში ეს გადიხარ განლაგების დროს. ჯანჯღარს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს? ჯანჯღარს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, მაგრამ ეს ჯანჯღარი შენ უნდა დართო ამაზე ნება, თუ მზაობა არ არის. დამაზიანებელი არ შეიძლება რომ იყოს. არ ვიცი, მე შეიძლება ამოვიდა რაღაც ისეთი რისი, მართლაც მე არ ვიცი. მე როგორც არც ფსიქოთერაპევტთან პირველად ვარ მოსული რა, პირობითად და აი რაღაც თემა ამოვიდა და არ ვიცი ეს პროცესი როგორ მართო და დავრჩი მარტო ამ ტრამვასთან. ხო. განლაგების დროს არ დარჩები მარტო ტრამვასთან, თუ ჯგუფთან ატარებ, ხო? ინდივიდუალურზე? ინდივიდუალურზე, ანუ მე თვითონ როგორც სპეციალისტის ვარ, მე ვიცი ტრამვასთან მიმართებაში როგორ უნდა ანუ სისტემური განლაგებაც და ტრამვაც, ამ სისტემური განლაგება ტრამვაზე არ მუშაობს, მაგრამ თუ ტრამვა მოხდა, აი დირექტივა უნდა მიცე, მიმართულება უნდა მიცე კლიენტს, რაზე აქვს სამუშაო და იქაც იმ მომენტშიც რაც საჭიროა, იმას აწვდი. ეხლა არ ჩამოვთვლი მეთოდებს, რაც უნდა გაკეთდეს იმ მომენტში, მაგრამ რა თქმა უნდა, ის უსაფრთხოდ იქნება, ეს თუ გინას პანიკური შეტევები ქონდეს, გინას ტრამვა ქონდეს ნებისმიერ რამ. სიტუაცია უსაფრთხო არის, აქ არასდროს არ ყოფილი ესეთი кейსი, რომ რაღაც ვიღაც ტრამვა დაემართა, რაღაც და უიმე არავინ არ იცი, ხა რა უნდა ვქნათ, ხო? ნუ შენ მინიმუმ იცი. ვიცით, ხო შეიძლება იქ ისეთი დახმარებას საჭირო იყოს, რომ ფაქტობრივად დაარწმუნდეს ადამიანი, ექიმსაც გამოუძახო, ხო? ყველაფერი ყველგან ხდება. ანუ გამორიცხული არ არის, ასე ვთქვათ, მაგაზეც რო ვისაუბროთ, მაგრამ ძირითადად თვითონ მეთოდი არის ისეთი, სადაც ეს დამუშავება შეჯანჯღარება ხდება, მაგრამ მაგ შენ დოზაზე მეტი არასდროს არ ამოდის. იმიტომ რომ თვითონ ეს ველიც იმდენს გაწვდის, რა ისე აბსორბირების უნარიც გაქვს. ეს თავისებური მისტიკა ამაში, თუ თავისებური კანონზომიერება ამაში, იმდენ დოზას ღებულობ, რის მზაობას დღეს გაქვს. და ზოგჯერ არის რომ ისეთი რაღაცაა, რომ ამ სისტემაში საერთოდ არ უნდა ჩავიხედოთ და არაფერი არ ხდება და მაგას ვერაფერს ვერ უზავთ. ანუ იქ манипуляციებს ვერ გააკეთებ. როგორც որ უნდა აქედან მივიდგე, იქიდან მივიდე, არანაირი ინფორმაცია შეიძლება არ ამოვიდეს და ამიტომ უნდა შეეშვა. ჯერ არის ხომ ეგეთი რაღაცები ხდება. ანუ არ აქვს საუბა და ეხლა ჩვენ მაგალითად ყველაზე გავრცელებული არის და ყველაზე ბევრი შემთხვევები ვიცით, როდესაც ამ მეთოდით დაამუშავეს საოჯახო განლაგებები, ხო, რაღაც ტრანსგენერაციული თემებიც, საგვარეულო კარმა და ესეთი საკითხებიც შიც გამოიყენება და შენახსენე რომ კორპორატიულადაც ძალიან კარგი მეთოდი არის კომპანიებისთვის. აი რა საკითხების გამოტანა შეიძლება, როგორ მუშაობს მაგალითად ისეთ სისტემებში, რომ სადაც ეს ბევრი თანამშრომლები არიან, ჰედები, ესენი, ანუ რა ტიპის დილემები იჭრება, რა საკითხები გვარდება? ძალიან ბევრი საკითხები, როგორც ცნობილი მეთოდები, რაცაც ცნობილი მეთოდოლოგიები შეგვიძლია განლაგებით გამოიყენო. ან ნებისმიერ მაგალითად SWOT-ის ანალიზი, ან ნებისმიერ რაღაცა აიზენჰაუერის კვადრატი, ან ჯოჰარის ფანჯარა, ნებისმიერ რაღაც ესეთი ფორმატები შეიძლება რეპრეზენტატორებით გამოიყვანო. ანუ ის რაღაცას წარმოადგენს, რაღაც ასპექტს წარმოადგენს ერთი ადამიანი. ან ხდება ხოლმე რობერტ დირცის პოპულარიზებული მეთოდი, რაც იყო NLP სპეციალისტის ნიადაგის ღუზა, რაღაც სიმბოლოს იატაკზე დებდა. ეხლა ეს მოდი რაც ორგანზომილებიანია კოუჩინგში, სისტემურ განლაგებაში ხდება სამგანზომილებიანი. ანუ სივრცის დიმენზია შემოდის, სივრცის განზომილება შემოდის და ეს რას აძლევს? ეს აძლევს იმას, რომ სივრცე ფაქტიურად რა არის? გეომეტრიას აქვს თავისი ვერბალიზაცია და ეს არის ემოცია. ანუ გეომეტრიაში სივრცეში გადაადგილება იწვევს სხვადასხვა ემოციებს. ეს არის სივრცის ენა. ანუ ახლო თუ ხარ რაღაცასთან, სხვა რაღაცას გზნობ, შორს თუ გადიხარ, სხვა რაღაცას გზნობ და აღიქვავ. ხო, ანუ მანძილში უკვე ემოცია იცვლება. ხდება რომ მოძრაობ. ამიტომ ეს განზომილება, სამგანზომილებიანი რო შემოდის, იმ აში რაც მე ორგანზომილებიანად ეკრანზე ვხედავ, ნებისმიერ რაღაც შეიძლება, დავინახე აგერ არის სიტყვაზე სიზარმაცე, აგერ არის, აქ არის მაგალითად პირიქით, ანუ აქტიურობა, ან ჰიპერაქტიულობა, ეს ორი ექსტრემიანი, ან რაღაც ესეთი, რაღაც ნებისმიერი მოდელი, ხო? ამას როცა უყურებ, მე მგონია, რომ ყველასთვის ერთი და იგივეა. და როცა ვდგები ამაზე და ამ ველში დავდივარ, როგორც აი აქაა სიზარმაცე და აი აქ არის რაღაცა მეორე ექსტრემი დაძაბულობა, ხო? მთელი ჩემი სხეულით არაცნობიერს უკავშირდები და მახსენდება ეს თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის. და როდის ჩამოყალიბდა, ანუ გაცილებით მეტი ინფორმაციას ვღებულობ. ამაზე, თურმე სიზარმაცე ჩემთვის ის არის, რომ რაღაცნაირად კიდე კაი ეს არის, თორე საერთოდ ვერ გადავრჩებული, ისეთი სტრესი მაქვს. თურმე, ანუ რაღაცაში მჭირდება, ამას თავის ბენეფიტი აქვს. გაცილებით მეტი სიღრმეში ჩადიხარ ამით. ამ სივრცეში მოძრაობით ამას ანიმირებას უკეთებ, რაც ორგანზომილებიანია. ეს არის ზუსტად ამის ბენეფიტი, რომ თითქოს აი ზუმ აუტს აკეთებ, ამ ყველაფერს ზემოდან უყურებ. და კომპანიები მაგალითად
კომპანიები მაგალითად აი როდესაც განლაგებას აკეთებენ ხოლმე და ანალიზს რო აკეთებენ და დიდი ხანი რო არაფერი მაინც ვერ მიდიან წინ და დიდი ხანი არაფერი შედეგი არ აქვს, შესაძლოა ხშირ შემთხვევაში ან განლაგებით 5% პერსპექტივა შეცვალონ და უკვე ცხადია რა შეასაკ. ანუ უბრალოდ იქით გაიხედონ, ფოკუსი ქონდათ რაღაცაზე ერთზე და ეს ზუსტად ფოკუსის გასწორება ხდება და ფოკუსის გასწორება სulis ყველაფერს. ანუ რაც ცხოვრებაში ისედაც გვაქვს ხოლმე ხდება ხოლმე, მაგრამ ამაში წლები გჭირდება. განლაგება ამ პროცესს აჩქარებს, ამიტომაც ძალიან ეკონომიური მაქვს. ანუ ის რაც ცხოვრებაში 5 წელი უნდა დახარჯო, აქ შეიძლება ერთ განლაგებაში დაინახო. აი გონდა მეკითხე, ხა ზუსტად ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები უსმენენ რაღაც კონკრეტულ ან ჩვენ ან სხვა ნებისმიერ ეპიზოდს, მე უჩნდებათ სურვილი რომ დაიწყონ ეს პროცესი, სულიერი და მენტალური გაჯანსაღების და მე ნუ არიციან რასთან აქვს საქმე, რამდენი სეანსი შეიძლება დასჭირდეთ ასე შემდეგ. თუ შეიძლება რომ სისტემური განლაგებას ეგეთი რამე დავარქვათ, რომ მე მაგალითად ერთხელ ვიყავი ჯგუფურზე და ჩემთვის ის ერთიც აღმოჩნდა ძალიან სასარგებლო, მაკურნებელი და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა რა და შესაბამისად ვთვლი რომ კი ერთჯერადი გამოსავალი შეიძლება იყოს აქ და შენც თუ ასე შეგიძლია ეს ამბავი გითხრა და ხო მოკლედ მე ჩემი მოგონილი ხო არ არის და ხო არ ვწდები რამეში. არა, საკმაოდ რაც თქვი, ხო საკმაოდ გასაგებია, შენთვის ესეც უკვე რაღაცა უკვე მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ჩემთან ყოფილან ადამიანები, რომლებიც დასწრებიან, მნიშვნელობაც გაუგიათ 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ და მე-5-ე თუ თქვით, რომ ეხლა გავიგე რა ხდება. ანუ ამას თავისი შრეები აქვს, მიხვედრილობის და ახმის შრეები აქვს. რა ამას თავისი სიღრმეები აქვს. ეხლა გავიგე, ეხლა ამოხსენი მეთოდოლოგიის პრინციპი თუ ეხლა გავიგე ჩემ თავს რა ხდება. ეხლა გავიგე რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ანუ რას მაძლევს, ეხლა რა სარგებელი აქვს. თორე შეიძლება იყოს რაღაცა ხდება კი ყველაფერი, მაგრამ ამის მნიშვნელობას მაინც ვერ ხედავთ. ну შეიძლება სარგებლიან ნივთს უყურებთ, მაგრამ გედოს გვერდზე. რაში გამოიყენა მაინც არ იცოდე. ხო და ეხლა უფრო სრული მნიშვნელობა ამის, სრული ფუნქცია ამისი შეიძლება რამდენჯერმე დაესწრე მერე გაიგო. ან შეიძლება რა ვიცი, შეიძლება ზოგს კიდევ უფრო მეტი დრო ჭირდება. ანუ ყველას თავისი რითმი და ტემპი აქვს აღქმადობასთან, ზოგისთვის შეიძლება ეს არც იყოს მეთოდი. არსებობს სარგებლიანი მეთოდები. მე უბრალოდ ვიტყოდი რომ ფსიქოლოგიურად რო განვიხილოთ. უფრო ჰუმანისტური დარგის ფსიქოთერაპიულ მეთოდოლოგიებს უფრო მეტი ბენეფიტი აქვს, იმიტომ რომ უფრო თანამედროვეც არის და უფრო მეტი საკუთარ შინაგან რესურსებზე ორიენტირებულია და არა პრობლემაზე და ტრავმაზე ორიენტირებული. კლასიკური გაგების ფსიქოლოგია უფრო ტრავმაზე და პრობლემაზე ორიენტირებულია და ჭირკედელობენ იქით და გონიათ რომ ეს კარგია. კარგი არის, როდესაც იქ რაღაცა პატარა, ასე ვთქვათ, სიცხადე შემოიტან, მაგრამ ამას თავისი ხაფანგი აქვს იქ. ხაფანგი ის აქვს, რომ ამის ექსპერტი ხდები მე. პრობლემის ექსპერტი ხდები და გავიწყდება, რომ პრობლემის ზონიდან უნდა გამოხვიდე. და იმის გარეშე ვეღარ არსებობს, ანუ ეგო იკვებება ამითი, ხო? იმიტომ რომ თვითგვემა, თვითშეფასება, ესენი მაქვს და ამაზე მუშაობ და გონია რომ გააქვს და მუშაობ და პროგრესი გაქვს. და სინამდვილეში უბრალოდ ჭრილობას იფხან, ღეჭავ ერთ და იგივეს. და ფოკუსი გასასწორებელია შენ რესურსებს. ამას თუ ბინტი გადაახვიე ჭრილობას და რაღაცა წაუშვი მალამო, დრო გრჩება, ხო? და ეს დრო ისევ ამას არ უნდა იფხანდე. ანუ ეს დრო უნდა მიაქციო ყურადღება ამ შინაგან რესურსებს, ის განვითარებას საჭირო. ეს უფრო მნიშვნელოვანია. ანუ ამ შინაგან რესურსებს ვიტყოდი, რაც შეიძლება იყოს კრეატიულობა, რაც შეიძლება იყოს, რა ვიცი, რასაც სიხარული მოაქვს შენთვის, ხო? ამ შინაგან ბავშვთან კონტაქტი, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ჭირდება მხარდაჭერა. და მეორე მხარეს ამ ტკივილს და ამ პრობლემების ზონას ჭირდება მიმღებლობა და მზრუნველობა. და ამ რესურსების მხარდაჭერა. ეს ბალანსი არის ძალიან მეც მაგ ეგეთი მიგნება ახლა გამინათდა რომ ამ მეთოდის ალბათ კიდე ძალიან დიდი პლუსი ის არის რომ გჯერა ანუ როგორ გჯერა, იმიტომ რომ საკუთარ თავს მაინც ყველაზე მეტად ენდობა ადამიანი და საკუთარ თავის ჯერა. და ალბათ ეს სამგანზომილებიანი პროცესი რომ არის და იქ სხეულებრივი შეგრძნებები რომ ძალიან გპასუხობს ხო ნებისმიერი საკითხის კვლევაში გიდასტურებს რა და მე ძალიან გჯერა რომ იგივე თქვათ რაღაც საკითხთან მიმართებაში სიამოვნების მიღებასთან მიმართებაში მე რა მაფერხებს და ჩემთვის რატო არის დანაშაულის გზნობასთან დაკავშირებული სიამოვნების მიღება იქ მარტივი გადაადგილებით რაღაც ამ მეთოდში საჭირო კომპონენტის დახმარებით შეიძლება მივაგნო რომ უი თურმე სირცხვილის გზნობას რაღაცა აი ამ ემოციამ დააპროვოცირა ის და მე ამის გჯერემთ რომ ამას თითქოს შენ მიაგენი რა ეგეთი შეგრძნება გაქვს. ალბათ ესეც შეიძლება ჩავთვალოთ ამ მეთოდით. ანუ საკუთარი მიგნებები არის, მიგნებები რომელებიც აქამდე რატო ვერ ხედავდი, ვერ ხვდები. აქ რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ჩვენ ხო ფსიქოსომატური არსებები ვართ. ანუ სხეულიც გაქვს და გონებაც გაქვს და რაც განლაგების დროს ხდება, ორივე მხრივ ხდება ესეთი ურთიერთგაცვლა, exchange. ანუ როდესაც რაღაცა მომენტში დგახარ რაღაც სიტუაციაში როლს წარმოადგენენ ან თუნდაც რაღაც ასპექტს, იმ მომენტში შეიძლება შენმა სხეულმა იცოდეს, რომ
უიმე მე აქ კარგად ვარ, მაგრამ ჩემმა გონებამ არის აქ დაძაბულობა იყოს და იმ მომენტში უკვე გააქვს შანსი რომ მოდი დავააპდეითო, ასე ვთქვა, იმას ქნა, ანუ აქედან ეს ინფორმაცია გადავწე ჩემ გონებას, რომ აქ მე კარგად ვარ, ძალა მაქვს, ანუ ნუ გეშინია. ან შეიძლება პირიქით სხვანაირად იყოს. სხეულს სულ დაძაბულობა აქვს რაღაცას, მაგრამ აქედან უკვე ვიცი, რომ აქ მე შემიძლია ვიდგე კარგად და არ მჭირდება ეს დაძაბულობა და ზუსტად ამას ვაკეთებ. ანუ ინტეგრაციის პროცესს ვაკეთებ ორივე მხრიდან. ზოგ შემთხვევაში აქედან მხრიდან, ზოგ შემთხვევაში პირიქით. და ზუსტად ფსიქოსომატური არსება რომ ინტეგრაციის პროცესი ნიშნავს რომ მთლიანად გავიგე ეხლა და არა მარტო ანა აქ ვიცი, ანა მარტო ამან იცის, ხო? აი ეს ზუსტად რაც ჩვენ გვჭირდება ეს არის რომ არაცნობიერი და ცნობიერი ერთმანეთს დავაკავშირდეს, გაცნობიერდეს რაღაცები და სხეული პირდაპირ გადამული არაცნობიერთან. ანუ ამან ყველაფერი იცის, რაც მოხდა და არაფერი არ აქვს დავიწყებული. ყველაფერი დამახსოვრებული აქვს. და სიტუაციაში რო ვარდები, იქ ტრიგერდება ეს და გახსენდება. ანუ ეგ არის ზუსტად ეგ თემა და აი ეგ არის როცა ამასთან კომუნიკაციის ცნობიერად შედიხარ, გიბხელს თავის კომუნიკაციას, თავის სათქმელს და მერე გასაგები ხდება. ანუ შეიძლება სხეულის მეხსიერება და ქვეცნობიერი ერთ და იგივე რამეა სინამდვილეში. ერთი და ანუ ხშირ შემთხვევაში ერთ და იგივე ამას თავის ბიოლოგიური თვისებებიც აქვს და ფუნქციებიც აქვს, მაგრამ ანუ ნებისმიერ რამე რაც კი მომხდარა, არის ესეთი rebalancing-ი. არის თუ აქ საქართველოში არ გამეგია, მასაჟის მსგავსი ესეთი მეთოდია. მთელი ძალით აწვევიან სხეულს, ანუ იდაყვებით და მთელი ძალით და მთელ სხეულზე გაწვევიან. მაშინ ხვდები რომ ეს ყველაფერი ისევ აქ არის, ანუ ყველა ტკივილზე გადიხარ რა. და ეს შეიძლება მოდუნებული გონი აქ მე ბლოკები არ მაქვს. ყველა ბლოკი, ყველაფერი ისეთი დაბლოკილები ვართ, ისეთი სხეულზე ორიენტირებული თერაპია გვჭირდება წყალივით რო იტყვიან. და მაშინ ხვდები რომ ამ საწყალ სხეულს რამდენს ვატარებ. მაგ შემთხვევაში მიდის? სხეულზე ორიენტირებული თერაპიის შემდეგ მიდის ეკვანძები და სხეულიდან მეხსიერებიდან ქრება სინამდვილეში ის ტკივილები, ტრამვები, გამოცდილებები. საქმე ის არის რომ მეხსიერებიდან არასდროს არ ქრება და არც უნდა გაქრეს. საქმე ის არის არასწორი მიდგომაა საქართველოში თუ ტრავმა უნდა ჩავხსნა. მაგით რამე არ არსებობს. ტრავმა ნებისმიერ ეგეთი მომენტი რაც იყო გადატანილი მტკივნეული შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დაარეგულირო და ამას ინტეგრაცია გაუკეთო. თუ ის ისევ ასე თქვა დიდი არის და აურეგულირებელი არის, ხო ესე სამუშაო გაქვს იმას და თუ დაარეგულირებ და ინტეგრაციას გაუკეთებ, მაშინ ის როგორც ერთ-ერთი რესურსი შენი გამოცდილების ნაწილი ხდება. ანუ სხვა გზა აქ არ არსებობს. დაარეგულირება და ინტეგრაცია და არავით არის ჩახსნა. და ზუსტად მაგაში გეხმარება, მაგრამ თუ ამ ბლოკებს გამოათავისუფლებ, ნელ-ნელა უფრო დენადი გახდები. უფრო მეტი დენადობა გაქვს. რა სხეულშიც უფრო ბუნებრივი, უფრო გახსნილი ხარ, ხო, ასე თქვა, უფრო აი რო თქვა ელემენტარულად ხო ჩაკეტილი ადამიანი სხეულის ჩაკეტილი აქვს თითქოს გახსნილი, თითქოს სხეულთაც უფრო ლაღაც უნთქავს და ეს გომარეობა გეხმარება, მაგრამ ეს რო სულ შენარჩუნებული იყოს და ლუპი არ ქონდეს რომ იკეტები იხსნები, ამისთვის საჭიროა რომ ახალი გზები აღმოაჩინო, ანუ კრეატიულობა განავითარო. რომ არის ლუპში არ იყო ჩახვეული, ანუ დავიფერთხები და ისევ იგივე მექანიზმი მაქვს, თუნში ისევ დავაგროვებ, ხო, მე წავალ დავიფერთხები, დავაგროვებ, ანუ ლუპში ვარ რა. ზოგი არც იფერთხება, ანუ არც დაგროვილი, უბრალოდ დაგროვილები გვაქვს და ჩაკეტილები ვართ, მაგრამ თქვა და გავხსენი ახლა, ხო, ან დავიწყე ამაზე მუშაობა, ეს არ არის საკმარისი. უნდა ახალი გზები გაგვჭირ, ანუ ეს წავიდეს ლუპიდან გარეთ გავიდეს, ანუ მიმართულება ენერგიას უნდა მიცეს სხვა. და ეს არის კრეატიულობა, რაც ამას ძალიან გეხმარება. ანუ კრეატიულობით შენ აი ამ ლუპიდანაც კი გადიხარ. ანუ კრეატიულობა ძალიან გეხმარება, მას ხარდაჭერა ჭირდება და მეორე ეს დაფერთხვა ეს ბლოკების გამოთავისუფლება მეორე მხრივ ჭირდება, ხო? სხეულებრივი თერაპიები ვახსენე და რამოდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ნუ ერთ-ერთი სისტემური განლაგება. სისტემური განლაგება არ არის სხეულებრივი, ყველა დიმენზიაზე მუშაობს. ანუ უნივერსალურია, მაგრამ აქცენტი არ აქვს სხეულზე. არ აქვს კონკრეტულად. როგორც სხეული აქ როგორც რეპრეზენტატორი ისე არის, მეტი აღქმა გაქვს ამის, მაგრამ სხეულზე ორიენტირებული თერაპია უფრო არის, აი body work-ი, რასაც ეძახიან. ტრავმათერაპიას, სხეულზე ორიენტირებული თერაპია სხვადასხვა შრეებზე მუშაობენ. სისტემური განლაგება 4-ვე შრეს ანახებს, ფსიქოთერაპია კლასიკური გაგვით უფრო ან ფსიქოემოციურ შრეზე მუშაობს. და საქართველოშიც რა არის ჯერ ასეთი ინსტიტუციები არ არის და ადამიანები არიან დაკვალიანებულები, ყველა აბსოლუტურად ყიდის თავის მეთოდს. ასე ვთქვათ, მეც ხო ჩემი მეთოდი მაქვს და მეც რაღაც ეს მეთოდია, მოდით კი ბატონო, მაგრამ შეცდომა ისაა რომ მე რო ჩემი მეთოდი როგორც უნივერსალური ისე გავყიდო. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, მე რო თქვა რომ ეხა ჩემი მეთოდი ყველაფერს შველის, ყველა ტრავმას კურნავს, ყველაფერს იმაშვება, აი ჰოლოტროპული ამა ყველაფერს აკეთებს, ან სისტემური განლაგება ამას აკეთებს, ან არქეტიპები ყველაფერს აკეთებს, ხო? ძალიან დიდი შეცდომა არის ესეთი მიდგომა. ანუ ყველა მუშაობს სხვადასხვა შრეზე, თავად ტრავმათერაპიასაც არ აქვს, მარტო ტრავმათერაპია ერთი მეთოდიც არ არის.
ან ტრაუმათერაპია შეიძლება იყოს იქიდან გამომდინარე თუ რა რისი ტრაუმა გაქვს. თუ ბავშვობის ტრაუმა, მაშინ იანოვის პრაიმალი არის ძალიან ბენეფიტური. primal scream იქ ჩადიხარ ძალიან ბავშვობაში. თუ ისე ტრაუმა რომ არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ სულ ფოთი მაქვს, რაღაცები მაწუხოს, მაშინ არის somatic experience, სომატური გამოცდილება პიტა-ლევინის, თორსა ვაგალური ნერვის სავარჯიშოები გაქვს სპეციალური იქ რაღაცა ტეტრაცია ხდება, პენდულაცია ხდება, ანუ გავარჯიშებენ და ნელ-ნელა ესე იხსნება ეს შინაგანი არსება ისე ბალანსში რომ შემოვიდეს თუ რაღაც ექსიდენტი მოხდა ვიღაც დაკარგე და რაღაც ამის განცდა გაქვს ახს სხვა მეთოდი მუშაობს ანუ თვითონ ტრაუმა თერაპიასაც სხვადასხვა მეთოდები აქვს რომლებიც ჯერჯერობით არც პოპულარული არ შემოსულია საქართველოში მე სხეულზე ორიენტირებული თუნდაც ისე ჰოლოტროპული არის რეიხიანული ვილჰემ რეიხის body types სხეულის ტიპაჟებზე ძალიან სარგებლიანი მეთოდი, ამის სპეციალისტებიც მგონი არ ვიცი, შეიძლება არის 1-2, მაგრამ პოპულარული ისე არის, როგორც უნდა იყოს. ესეც სხეულზე ორიენტირებული სუნთქვითი ტექნიკები აქვს, იქ უბრალოდ ინტერაქციული არის, თო შედიხარ აი ამ შენს სიტერთან, ასე ვთქვათ, კონტაქტში და ერთად ამუშავებთ, ანუ არ გადიხარ რაღაც არაცნობიერში, თვალდახუჭული სადღაც რენდომ არ წამოგიდებს ტრამებს, არამედ პირდაპირ უშუალო კონტაქტ, პირდაპირ ცნობიერად შედიხარ რაღაცებში და შენ ფსიქოტიპაჟებს ადგენენ, ანუ უფრო სტრუქტურული არის. და არის ნებისმიერი ასეთი თუნდაც აქტიური მედიტაციები, როგორც აქ ოშოს, მაგალითად დინამიური მედიტაცია, კუნდალინის მედიტაცია, რაღაც ესეთი ფიზიკური კატარსისები სადაც არის და მეორე წყნარი მხარეც აქ არის ნებისმიერი ფიზიკური და ემოციური აქტივობა, სადაც ჩართულია სხეულზე ორიენტირებული, რაც არის ის აი ამ შრეზე მუშაობს. ან სხვადასხვა შრეებზე ყველგან სამუშაო გვაქვს რა, მაგრამ აი ადამიანები რო დადიან ჩვენთან საქართველოში ეს ცოტა აი ცეკვაზე მიხვალ, მე ფსიქოთერაპევტთან მიხვალ, მე რაღაც სისტემურ განლაგებას არის ის არა მეთოდი, არა თანმიმდევრული შეიძლება და ჯერჯერობით. არ არის თანმიმდევრული, მაგრამ შეიძლება ძიების პროცესია და იპოვოს ის რაც ჭირდება. დაკვალიანება უნდა იყოს რა რაზე მუშაობს. ხო და რაღაც გაიდი რო იყოს. რა რაზე მუშაობს. რაღაც და არა იცეკვე და ყველაფერს მოგიგვარებს. უბრალოდ რაღაცა არსებობდეს ინფორმაცია, რომელიც მეუბნება რომ შენ ეს გჭირდება. რა რაზე არის. მოდი აქ მიდი, ხო, პირდაპირ. ხო, ან თვითონ მოცადოს, მაგრამ იცოდეს რაზე მუშაობს. ამის დაკვალიანება. იცი რა არის კიდე საინტერესო, ეხლა შენ ახსენე რომ ყველა ესე იგი ტრაუმათერაპიაშიც კი რა ტიპის ტრაუმა გაქვს, იმის მიხედვით იწყებ მუშაობას და რაღაც ესეთი შეკითხვა გამიჩნდა, შენ თვითონ ბერტ ჰელინგერის მოწაფეც იყავი, ხო, მას დაემოწაფე და მისგან ისწავლე თვითონ სისტემა და ის რაც მაშინ მისგან ისწავლე და როგორც ის მუშაობდა ამ სისტემას, როგორც ინსტრუმენტს, როგორც იყენებდა და ის რაც დღეს არის, ხო? ალბათ ანუ flexibility უნდა ვიყოთ, ხო, პროცესებში და მით უმეტეს ესეთი მეთოდები, რომლებსაც ესეთი რაღაცა მასშტაბური და მასიური პასუხისმგებლობების აღება უწევთ პროცესებზე, რაღაცებს ერგებიან, ხო, ადამიანებს, დროებს, იგივე სტრესებმა იმატა, ანუ რაღაც ფაქტორები ხო არის, რამაც შეიძლება შეცვალოს თვითონ სისტემა, როგორც იყო ადრე. დღეს თუ არის ეგეთი ცვლილებების სისტემურ განლაგებაში, რომელსაც ხაზს გაუსვამდი შენ, რომელიც უფრო, ასე ვთქვათ, ერგება დღევანდელ საჭიროებებს. კი, რა თქმა უნდა, ანუ ბერტ ჰელინგერი იყო ამის ფუძემდებელი, რომელიც შემოიტანა, რა ვთქვათ, მასალა სამუშაო. თიხა დაადო და აქედან მერე შეგვიძლია რაღაცები გამოძერწოთ. ანუ მას ძალიან დიდი ცოდნა ჰქონდა და თითქმის არ მინახიოს, არ მე ფლიპჩარტი გამოიყენებინოს, ან რაღაც დაეხაზოს და აეხსნას. უბრალოდ ეს შინაგანი ცოდნა იყო და მისი პრეზენცი უკვე იმდენს ნიშნავდა, რომ ძალიან ბევრი რამე, ძალიან ტრანსფორმაციული რაღაცები ხდებოდა. თუმცა მას თავისი კრიტიკოსები ყავს და ეგ ცალკე თემა არის, დღეს არ ჩავსვათ. მოდი ამ პოდკასტში. ყველას ყავს. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განვითარდა მერე ფროიდსაც აკრიტიკებდნენ თავის მოსწავლეები და ამ შემდეგ ბერტ ჰელინგერის მოსწავლეები ვინც იყვნენ, შემდეგი თაობები, როგორც წეგანო ახსენე მატიას ვარგა, გუნტა ვებერი, ვილფრედ ნელესი და ბევრი სხვა კიდე. მათ შემოიტანეს ეს უფრო ჩვენთვის სათარგმნელ ენაზე, სადაც უკვე ფორმულებით იხსნებოდა. მაგალითად მატიას ვარგა ფილოსოფოსიც არის და ამ მეცნიერის მათემატიკოსიც არის და გეომეტრიული გრადუსებით ხსნიდა, ვინც ადგას რეპრეზენტატორები ის რა ემოციას იწვევს. ეს იხსნება კიდევაც, ანუ ესეთი კუთხით თუ დგახა, მშობელი ესეთი კუთხით თუ დგას, შვილთან მაშინ იმასთან კონტაქტი აქვს და თუ ესეთი კუთხით დგას, ანუ ის რაღაც იყურება, როცა არა აქვს კონტაქტი და თუ ესე დგას 90 გრადუსზე მაშინ აკონტროლებს იმის სივრცეს. და ეს იგზნობა კიდევ გასაგებიცაა, როცა იმის სხეულის ენა მე როგორც ფასილიტატორს უნდა მიკარნახოს სიტუაციაში რა ხდება, ხო? თორე თვითონ ინტუიციურად აკეთებს.
ანუ შენ არ კარნახობ სად უნდა დადგეს, ხო შენ არ აკეთებ ადგილს ირჩევს ის და ამ დროს შენ მე შემიძლია შევთავაზო მე თქვა ჩარევა სადაც არის ხო შევთავაზო თქვა და რა იცვლება რომ შეხედოს თქვა მაგრამ ეს გრადუსები ძალიან მოქმედებს ანუ ზუსტად სხეული როგორ დგას იქიდან გამომდინარე ზუსტად იმ ემოციას იცავს აქედან აკონტროლებ ესე რომ დგახარ იქიდან რომ იწევი კონტაქტი გაქვს აქედან უპირისპირდები და ასე შემდეგ ამის ფორმულები და ანუ 1000 რაღაცები შემოვიდა ამის მერე არა მარტო ფორმულები არამედ თვითონ მეთოდებიც უფრო მეტად ზოგი კლიენტზე ორიენტირებული გახდა, ზოგი უფრო გამოსავალზე ორიენტირებული გახდა და ყველას აქვს თავის მიდგომა, რომ ზოგი ძახის, რომ ანუ გამოსავალზე ორიენტირება არაა სწორი. მოდი დავინახოთ ის რაც არის. ანუ თვითრეფლექსია გავაკეთოთ იმის რაც არის. მე თუ მკითხავ უფრო ჰოლისტიურად თუ დგები და ეს ერთი მხარეა თვითრეფლექსია, მაგრამ ქმედებაში თუ არ გადაიტანე მარტო რეფლექსია შეიძლება არ იყოს საკმარისი. ანუ ჯერ თვითრეფლექსია რაც არის და მე მოდი საერთოდ უნდა წავიდეთ. ანუ მოდი იმასაც შევხედოთ რა. ანუ ეს თვითონ ადამიანის რის სურვილი აქვს ის პლატფორმა უნდა მიცე და მე როგორც მუშაობ, ანუ რაც განვახსენე ჰოლისტურად. ეს ნიშნავს რომ არც მაინდა-მაინც ტრანსგენერაციულ თემებში გადავდივარ. ანუ სისტემური განლაგება ჩემთვის არ ნიშნავს გინდა არ გინდა ბაბუას და შვილიშვილის ურთიერთობას. და ხშირად არის ხომ ადამიანი მოდის და თავის ძალიან ბევრი თემები აწუხებს და ეხა მამის თემა მინდა გავიგო ან ძმის თემა მინდა გავიგო და ხედავ რომ იქ ყველა იქექება. თორე ჯერ კიდევ თავისი შინაგან რესურსებთან კავშირი ამისთვის მნიშვნელოვანი ხო? და ზოგი იქიდან იმ დრამიდან უნდა გამოიყვანო აქეთ. და ზოგი პირიქით არის აი აქ უნდა ახსნას ყველაფერი და იქით საერთოდ არ იყურება. და იმას პირიქით იქით უნდა შეახედო რომ გზნობელობა დაუბრუნდეს. ხო ანუ ძალიან ინდივიდუალურია და ღია მაქვს ეს განზომილებები აქეთ ამხირდანაც და იქით ამხირდანაც და შევხედოთ საით წაგვიყვანს პროცესი. ანუ ერთად მოგზაურობთ ვოიაჟზე და მე არ ვგზნობ იქ რაღაც უპირატესობას რომ მეტი ცოდნა მაქვს, იმიტომ რომ არანაირი ცოდნა არასდროს არ გამომადგა. რაც არ უნდა ვიცოდე, პროცესი ყოველთვის ახალი, ყოველთვის აქ დაახლა და ყოველთვის ახალი ჩელენჯი აქვს, ასე ვთქვა. და ეს ძალიან საინტერესო და კრეატიული არის ამ ხრით. ზუსტად. ახლა რომ ახსენე რაღაც მეთოდები, რომლის შესახებ შეიძლება ინფორმაციას ვფლობდეთ ჩვენ, რა გვჭირდება რა რეალურად. ეგეთი განცდა გამიჩნდა, რომ ჯერ ძალიან მიხარია, რომ ქართულად საუბრობ შენ და ხარ ქართველი და რატომ? იმიტომ რომ მე რო გავიგო განლაგების სისტემის შესახებ და აქ არ იყო სპეციალისტი, ანუ რა შეიძლება არსებობდეს რაღაც ტექნიკა, რომელსაც აქ არ ყავს და ნუ რა ვიცი, არის გერმანიაში, მე გერმანული ენა არ ვიცი და შესაბამისად ეს ჩემთვის იქნებოდა ბარიერი და ნუ ახლა ალბათ რაღაცა მოკლედ ძალიან გული დამწყდებოდა. ეგ ამბავი მიხარია. და შენ როგორც ქართველს რაღაცა პასუხისმგებლობა გაქვს საქართველოში როგორ ხედავ განლაგების სისტემის განვითარებას და მე ხო არ მომიწევ კიდე ერთ თერაპიაზე. ეგ ბოლოკი ახوار გვესწავლა. ახوار გვესწავლა. დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებს, სტუმრებს პატიჟებთ ხომ ყოველთვის ყავს სტუმრები. აუცილებლად რასაც ვიტყოდი ერთ ისტორიას მოყვები პატარა მაგაზე პასუხი იყო ჩემი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ვიდეოზეც არის ჩაწერილი ჩემი შეხვედრა, ერთ-ერთი შეხვედრის უბრალოდ 3 საათიანი განლაგებების მერე ინტერვიუ იყო ბერთელინგერთან, ეგ ვიდეოზეც მაქვს დაფიქსირებული, როცა ვიყავი 26 წლის. და ამ განლაგების მერე გავიგე რომ ნაშვილები ვარ თურმე ორ კვირაში. ხშირად მაქვს ეს მოყოლილი, მაგრამ მე ხარ რატო ვიმეორებ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ იმ მომენტში იყო ჩემი საქართველოსთან კავშირი. ნუ ეუბნებოდი რომ მეთქი კითხვა დაუსვი ესეთი ბერთელინგეს და ვიდეოზე ჩანს, მაშინ 26 წლის ვარ და გერმანიაში ვარ პროფესია მაქვს, მაშინ ვიყავი SAP-ის ბიზნეს კონსულტანტი. დიდ კომპანიებში მუშაობდი 20 წლის მანძილზე მაგას ვაკეთებდი თან მედიტაციებს მედიტირებდი ეს მოგზაურობდი ეს მომწონე მაგრამ თერაპიასთან არ მქონდა როგორც ასეთი უშუალო გადაკვეთა რა ამით ვეუბნები რომ მეთქი აქ რო ცხოვრობ ეხა პარტნიორიც ყავს მეგობრებიც ყავს სამსახურიც მაქვს მაგრამ ბედნიერად ვერ გზნობ თავს მისი პასუხი ესეთი იყო რომ ამის შორიდან ჩამოხვედი საიდან საქართველოსდან რო გაიგო და ხო ნუ პრობლემების ქვეყანაა საქართველოს და აქეთან რომ წახვედი ეს ანიშნავს რომ ბედნიერებას იპოვე სამშობლო არის როგორც დედა და დედის გარო მიდიხარ ზურგი აღარ გაქვს. ხარდაჭერა არ გაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ შენ კავშირი გქონდეს საქართველოსთან და შენ სამშობლოს ბედის შექმნაში შენი წვლილი შეიტანო. მაშინ, როდესაც იყო ეს 2015 წლის წინ დაახლოებით ეს ჩემთვის იყო უბრალოდ სიტყვები, რომ ლამაზი სიტყვები მოვისმინე მამეთკი ჩემი. არ და საქართველოსთან არანაირი კავშირი არ მქონდა, წასული რო ვიყავი ჩემი აღზრდილი მშობლები რო გარდაიცვალნენ, დავტოვე ქვეყანა, წავედი და მეთქი აღარ ცხოვრობ აქეთ, ჩავხსენი რო იტყვიან ყველაფერი და თურმე ცხოვრება რას მივზადებს, რა სურპრიზებს ხო. ორ კვირაში ვგებულობ სიძისგან რო თურმე დამყავს, დედა ცოცხალია, ბიოლოგიური მამა მყავს და მთლიანად ამოტრიალდა მთელი ჩემი წარმოდგენა ცხოვრებაზე.